მოვედი გამოვნარდი. Როიტყვიან გამოვყევი ხალხს. აქ ყველა გარეთაი და რომ არ გამოხვიდე დანაშაულია. სირცხვილია ნამდვილად ხო და ეხლა წავიჭორებ მოგიყვებით ჩვენს ამბებს. იცი რომ ძალიან გაინტერესებს და აი დღე-დაღამე იმაზე ვფიქრობ, ნეტა მაგო რას აკეთებს, რა შვება, რა საქმიანობს. ой, დავამთავრე მართლა მოგსოვე ძალიან საყვარელი სათამაშო. აქ დავამატებ როგორია. ქვია მე თუ რამდენჯერ ვკითხე ჩემს შულს არ ვიცი. აი ეს Minecraft-ი რომ არის მაგისი ერთ-ერთი პერსონაჟია. აი ამ კაფეში უნდა დავждე ახლა. მეგობართან ერთად სტრელკა მაქვს. სტრელკა. ეგ სტრელკა არ გიგონოთ ახლა. არც ის და არც ეს. ის ანუ რომელი? ძველად რომ უნიშნავდნენ ხალხს, აბა სტრელკას გინიშნავდა, ნიშნავდა რომ რაღაცა საქმე უნდა გარჩეულიყო. და მე უფრო რაღაცა პაემანის ის შეიძინა, ასე ვთქვათ. ანუ შეხვედრა. ზოგადად რუსული სიტყვა, ხო? და ნიშნავს ისრის როლას თუ არ ვცდები. სტრელять, ხო რა, სტრელკა. ეს არის, როგორც ყველაფერი მინდა რომ მოყვა ერთიანი. ყველაფერი ჩავადიო. აუტამიენტო, ასე ეგრეთ წოდებული მერია. უბნის, ყველა უბანს აქვს თავისი მერია და ჩვენი უბნის არის აქ ჩემო ზურფასებო, აქ არის ახლა ჩემი მეგობარი, ძალიან საყვარელი ქალბატონი და მას უნდა შევხვდე. აი ეს ფონტანი ალამაზებს მერიის შენობას. დიახ, ხო, რას ყვებოდი? მოგსოვე Minecraft-ის ერთ-ერთი პერსონაჟი ქვია მას ქვია კრიპერი მე არ მახსოვს მე მოპატიეთ მე მომიტევეთ აი იმდენჯერ ვიხეს ბავშვებმა რა ქვია და ვერ დავიმახსოვრე რატომღაც მომინდა ესეთი უცხო სათამაშოების მოხსოვა უცხო უცნაური და გამოვიდა ძალიან საყვარელი, ძალიან ლამაზი. ყოველ შემთხვევაში მოეწონა ჩემს უცროს გიორგის და მითხრა რომ კარგი, ამას დავიტოვებ. დანარჩენებზე მაინც და მაინც დიდ მას არ გამოხატავს დიდ აღფრთოვანებას. ну დანარჩენები ჩვეულებრივია ახლა იქ დათვია თუ ყურდღელია თუ რაც არის, მაგრამ ეს ხომ ვიცით რომ ეგ არ ჩემი სასიამოვნო საქმიანობა, სასურველი. ეხლა ამ კაფეში შევალ, ხეშოვიდან გადაუღებ და მე იქ ვიპოზიორებ მოცილებლად. აბა ისე რა გამოჩერებს. აბა დროები ბედნიერ დღეს გისურვებთ. აი მინდა ეს აი მე მზიანი დღე და აი მზიანი განწყობა. მე გიზოგ საერთოდ არ უყარს მზე. ერთი მეგობარი მყავს და ესე ახლა თქვამი რომ გიჟდები წვიმაზე ისე მიყვარსო, როცა წვიმსო, დავდივარ ბოტებითო. ასეთ შესაძლოა ჩექმები მოცია და გაწვინდა. მეც ესეთი ჩექმებიანი გადავიქნები და ოღონდ 18 გრადუსია იქ მინდა ვთქვა, ანუ მზიანი დღეები გვაქვს ეს დღეები და შემოკარგებო გისურვებთ ლამაზ დღეს, ბედნიერ დღეს. აუცილებლად, ოღონდ თქვენ უნდა იყოთ მთავარი გმირი აი ამ თქვენი ბედნიერებისა. ანუ თქვენ უნდა გაბედნიეროთ ყველა თქვენი დღე. გაახარისოთ, გააბედნიეროთ, რატომაც არა. შვენიერი ლამაზი ცხოვრება გვაქვს. ცხოვრობთ, მიხარია, ბედნიერობთ და ეს უნდა იყოს ასე. მოდი ახლა მე ამ მერიის ყვავილებს გადავიდებ რა. აი ნახეთ ეს საყვარლობა. და რა ყვავილებია. ოღონდ მამდვილია, ხელოვნური არ არის, იმიტომ რომ სხვადასხვა ყვავილებს ხოლმე ხა კადრ შემოაბრუნებ და უფრო კარგად გადავიღებ. კაფესაც ჩავატებ კადრში. აბა
მოკლედ მოვყვები საბუთის აღება. ამ ძირითადად შემოიფარგლება საბუთების წარმოებით მერიაში კი ნამდვილად არ გეჩვენებათ. მან ხდება ჩაწერა მაგალითად ბინაში რომ ჩაეწერო აქ ესპანეთში თუ არ გააკეთე ბინაში ჩაწერა სადაც ცხოვრობ ან სადაც არ ცხოვრობ უბრალოდ ჩაწერა თუ არ მოხდა შენი იმ ქალაქში სადაც იმყოფები შეუძლებელია რაიმე მოიმოქმედო ელემენტარული ჯანმრთელობის სოციალური დაზღვევის ფარას ვერ აიღებ ბავშვებს სკოლაში ვერ მიიყვანა შესაბამისად სკოლის საბუთებიც მანდი წარმოება მერიაში ანუ რა მინდა გითხრათ რომ სრულიად სხვა დატვირთვა აქვს რა აი როგორც ჩვენთან ეხლა ჩვენთან ყველაფერი საბუთი იუსტიციის სახლში კეთდება ბევრად უფრო სწრაფად ბევრად უფრო მარტივად და ბევრად წინავად მინდა გითხრათ აი ესეთ ხმამაღალი განცხადება უნდა გავაკეთო მე და აბა ბიჭებს შემომედაოს რომელიმე ევროპელი ესპანელი ეს შენი ხო მაგალითად გეუბნები რომ ეს ასეა და ერთი გამოიგე ხმა აი ხმასა ეს ჩუმად არის Where did you go?